ცოტა შეიტრიალებებო შენ. საღამომშვიდობის. როგორ ახართ, როგორ გიკითხოთ? რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? გავაჯობათ ხალხო. ზესუმზირა გვაქვს. ზესუმზირა. მართლა ზესუმზირაა რა. ზეს უყურებს ისა ყვავილი. ლამაზი ზეს სიმიჭკის. ის როგორ შეკავჭორში მეჭო. რა. სიმიჭკის ის ქონდა. სიმიჭკის კი არა ის რო არის სტრეპლედი თუ რაღაც. მუსმანი თუ რაღაც. აბმული რო არის ხო? დერკინთარადი რაღაც და მაგრამ ხო. აბა რა ხდება თქვენსკენ? თქვენსკენ არაფერი ძველებურად. სამსახურში ვიყავი და მოვედილით. მე როგორც ყოველთვის საქმე სახლში და ესე თქვენსკენაც იგიო? თუ უფრო უკეთესობა? გახელი კიდე. ეხელი სადით კიდე გიუკიდე, აი მეორე. ესა. ესა. ხო, არ ვიცი, რა ვიცი. სულ დაგალეჯილი აქვს ხელები. შეშის გამო. ხანსარგა. სუნთრიათ. ო, აი დაინახე, მოჩვენე აბა. მოჩვენე ის ხელი დედი. აი ეს ნატკენი რო გაქვს, გაიყ. კიდე სხვა რა გაქვს, კიდე. გუშინ ხიჭი ქონდა შესობილი ხელში. გამოვაძრე. აი სიმიჭკები და უგიყვარს გარჩეული სიმიჭკა. ესე ყუთში წიყიდება რა ქვია, სიმიჭკა გარჩეული. ყუთში? ხო. რა ყუთში? რაღაც ყუთებში წიყიდება. გარჩეული და უნდა მოხალო ოღონ მე. გარჩეული სიმიჭკა. რა არის? სულ იქნება? ის არის რა ქვია. ვაი მე თითები გამტკივა. ამას თუ სიმიჭკა გავარჩიე, იმდენ გავარჩიე რომ გიორგის იმაშვება გაქვე ურჩევი. ჩვენი უშინე ჯაჯოს უყურე დეპრესიაზე ლაპარაკობდა. ზოგი საჭმელს ვერ ავჭამდიო იძახოდნენ. ძალიან რთულია დეპრესია ალბათ. ბევრჯერ მეც დამმართნია იცი რაღაცნაირად დაძაბული ვარ. ადამიანს რა ვიცი. ძველ ბურსაჭა? რომელი ბური მოიტანე? ამისთან. როგორი? ისა? აი, გუში რო გადმოიტანეთ. ისეთი დედი. წითელი მიანი. ერთი პური ავიღე ისა, ეთყობა ის სხვა ფერია. სხვა ფერი იმაში ყოფილა და ის ჯვირია უფრო. გუში, უფრო მეტი წონა არის. მე პანდაბუნე. ის მივიტანე და მეორე წამოვიდე. თან ძველი იყო. დავავლე იძველს ხელი.
უფრო სტაფილოსფერია, ხო? ის სტაფილოსფერია, ხო? მეტი წონა არისო და ერთი ზომის იყო, რანაირად მეტი წონა. ის უფრო მეტია ზომაში. რანაირად გრძელია. უფრო მეტია. კი მეტია მაგალია რა. უფრო მეტია ზომაში. მე რა ვიცი, მე რომ დავატოლე ერთნაირი იყო და. რანაირად იყო მეტი. შეიძლება მეტია, რა ვიცი, მაგრამ. დაიწყო ბრუხუნი. რა ჯანდაბაბით. ერთი ბანთან მოხდით. ხელი ავიფარე, რომ ჩამოგახოჩი. რა იყო ხანდახარა და მეტაკება ხოლმე რა. იმ გოგომ აღარ დადო ხო ვიდეოები რომ ჩვენ როგორ მოვსქეთდი. ვინ? აი ვიდეოები რო გადავუხეთ. არა, ვერ ქნეთ. რთული. არხის მართვა არის რთული. აი მე და ხელი ბხანება რას ჯანდაბა მთელი დღე ბხანება იგო ხელის გულ. რომელი? მარცხენა. რომელია? მე რა ვიცი. მე ბხანება. ფული იცის, მაგრამ ასე დაცდილი მაქვს ეს დრო ან მაგრამ. კუჩუნდრო გოჩუნდრო დაცდილი რა. რასო გლახავ თემითია გაგაჩუნდია. კუჩუნდროა რა უცხოელზე მაგაჩუნდის მე უნემ შეგიდე რა. რა გავთქვა აბა. არა ესე ვიცი აი რაღაცა ის არის მე აჰა გუშინაც მე ბხანებოდა ჯართ ჩავაბალე. ახლა დღეს მე ბხანება რა ჯართ უოჩორი ეძოდა. ეზოდა მოაშურა ჯარ. ის არის აქვე. და გაჩუმებული ვარ რას ვაკეთებ კაცო არ მიქნია გლახ. გაჩუნდია ხარ კი არა ხო ფული მომიტანი დაფკოში გავში. დავიწყო TikTok-ში გამდიდრდნენ ხალხი და დავიწყოთ ბარი ჩვენც. TikTok-ი ხო? YouTube-ში შემოვიტანოთ ტრენდი. ისე აი რატომ უნდა მოთხოვ ადამიანს ასე ჰა სულ გეჭირდეს რა ფერი უნდა თქვა ადამიანს რომ ფულ ჩამირიცხეთ. რო გიჭირდეს და TikTok-ში ვერ შეხვალ. ხო. და ინტერნეტს ვერ ჩართავ. ურიცხავენ შვილო ფულებს და რთავე რა ზიანა რა. ნაპოლეონს კი არ რო გიჭირდეს. ითხოვენ ფულებს, აი აშკარად ითხოვენ. ნაპოლეონია ეს. ნაპოლეონს ვიყიდიო და მე ვიდეოში ჭამე. ნიმაში რა ქვია ლაივში. ფუ, დარანაირად ჭამს. გიორგი მე იმას კი ვიძახი რომ თავის საქმე არიან, გინდა მოითხოვენ, გინდა არ მოითხოვენ, გინდა ვინც გინდა რაც ის. მაგრამ თავის ცხოვრება აქვს. ხო, ყველას თავისი აზრი აქვს და ცხოვრება აქვს, მაგრამ უბრალოდ არ შეიძლება ორი ფეხი გაქვს. ახლა იმ კაცი რო ითხოვს, ცოლი უკან უზის და თვითონ წინ არის. ხო. გამოჭიმული. და აშკარად ითხოვს ფულებს, იმხელა კაცია. აი რანაირად შაქარი აქვს. ხო, სოფლიო შაქარია. ყველას აქვს შაქარი.
იმ დღეს თაბური ისე მეხვეოდა, თაბური ვარაუდით დავდიოდი, მაგრამ მეტი გზა არ არის, უნდა გააკეთო, ხო, ელემენტარულ რაღაცა. რა უბედურება არის, რა არის. რა, იქნება აღარავინ გირიცხავს და რო იჯდე და იყო და რა ითქვა, მერე. კი არა, შეიძლება იმან მოთხოვს, მაგრამ ხალხი რო ურიცხავს საქმე სწორი მაგაშია. უტროთხოვთ დედა ურჩემიათ რომ გადაურიცხონ ახლა ზოგს ეგეთი გული არა აქვს, ზოგს აქვს ეგეთი ისა და ახლა ნამდვილად აი ვერავის ვერ მოთხოვ ფულს, გინდა თორე ჩაბირიცხე და ასექენ და ისექენ და სახლებს აკეთებენ და მე რა ქვია, სახლებს აყიდენ. აბანო გააკეთა იმან, მაგაცმა. მაგრამ აბანო კი არა, სახლები ისა, სახლი რა ჩამოხოლეული სახლი ქონდა და რავარი მეტალოები და ისინი ჩასვა, ყველაფერი გააკეთა. საწოლები იყიდა. დივანი იყიდა. მე რავი ჩვენ გაჭირვებით განვადებით ვიხდი და შემდალოცილო რო ზიხარ ამ ხელა კაცი. და რამდენი შვილები ყავს ქვეყანა? რამდენი შვილი ყავს გიორგი? 4-5. არ ვსჯიდე და მე განავსჯი, უბრალოდ ვამბობ რა, თუნდა ისეკნარ, მაგრამ უბრალოდ არ შეიძლება რა. ვინც არის მართლა დასახმარებელი და ხელგასაწვდომი იმას არ ეხმარებია. აი ეგეთ მართლა. დასახმარებელი ფულით კი არ არიან ეგენი. ფსიქიატრი სჭირდებათ. ან ფსიქოლოგი რო მასზე მოიყვანონ. შედალოცილო რამდენი ავადმყოფი ბავშვია, რამდენი გაჭირვებული ადამიანია კი მესმის არა აქვს და ელემენტარული ერთხელ დაეხმარე ორჯერ მე იმას კი არ ვიძახი რომ არ უნდა დაეხმაროს, უნდა დაეხმაროს, მაგრამ შენ რო გაიჯეჯილო ეგრე და იჯდე და ფულები ითხოვო და ვიღაცა ყოველდღე რო ითხოვო, ფულები ეგრე სად არიან? მე ურიცხავს ხალხი და რა გინდა? ხო, ურიცხავს კი. დგას იმხელა კაცი და ეგენი ხო, მაგათ უკვე შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტილი და იმას აშვებიან, მაგრამ ხალხი რო ურიცხავს ძირითადად ემიგრანტები. რა, იქიდან იგზავნია? ხო. აი აქაც ურიცხავენ ბები. მოსტონთ რა ვიცი ალბათ რა. ზოგი აღადავებს და 5 თეთრ ჩაურიცხავს ხოლმე. ხო. მაგაზე კიდე ნერვები ეშლებათ. როგორ შეიძლება აი მითხარი 5 თეთრი რა არის? და მაგაზე კიდე ნერვები ეშლებათ. მე არც ემიგრანტზე არა ვარ, წინააღმდეგი ის როგორ და ისე არის და ელემენტარული მაინც აქვს ჩერჩენილი ხალხს, რომ მაინც ეხმარება იმას რა ქვია ხალხს. მაგრამ მე არ ვიცი. ელემენტარული შეიძლება გაჭირვებული ადამიანი კი მესმის გაჭირვებული იყო, მაგრამ ესე ვიღაცასთან დაჭდე და ჰაი და ჰუი და ეს კიდე ტიკტოკის დედოფალი გონია თავისი თავი. ვინა? იმას, ირინას. ეგონოს კაცო. დედოფალი დაწვებაო და იძინებსო და ჩარიცხვის ხმებით გამაღვიძეთო. აგინა სახლი კი იყიდა თბილისში. გადავიდე. გადავიდე. რაჭაში გაყიდა სახლი და აქ იყიდა. ფერფერია? ომ არა არის. ისა. მოკლედ მენი ხო. კალი რო. ყვითელი თმა ქონდა ადრე. ტელეფონი მწვანი. ითამაშონ მაინც შეჯიბრი მაინც მოვაწყონდი, ის უკეთესია. თამაში ხო. მაგ მოთხოვნას. ხო, მართალი. თხოვნას ის ჯობია. თამაში. ხო. რა ვიცი, რა ქვია იმ ქოინებს რო ურიცხავენ ეგ.
აი კოინები ფული ამირე. ეგ მაიც იმასთან და აშკარად ჩამირიცხეთ. 1 ლარი ჩამირიცხეთ, 5 ლარი, 5 ზოგს 5 თეთრი კანა, ზოგი 1 თეთრს ურიცხავს, ზოგი 2 თეთრს. ხო. რა? მე რა ვიცი. ხალხო შეიძლება გაგულამზროთ 1 ლარიდან 5 ლარზე გადავიდნენ ხო ღირა. ნამდვილად არ შეიძლება. და კიდე კეთი ეგიდუნაშვილი რო ერთი დღე ვიღაცამ რაღაცა უნდა ჩასხოს მაგას ვიცი. შენ გეძინ. მე მაძინებს. მე მაძინებს ხოლმე მაგის ისინი რა ქვია მაგის სიმღერა. მე მაგალითად აი ხალხო ხანდახან შევდივარ ხშირად არ ვიცი TikTok-ში შესვლა. რა ვიცი მოწვევები მაქვს და მე მაგის ქვეყნის გარეთ ვერ დავინახე გასული. რა ვიცი სუზახში ზის და როდის გადის რა ვიცი. კონცერტები მაქვს და რაღაცეები, როდის აქ კონცერტები სახში ზის სახლი და მღერის. გიორგი რა მიჭიქა მოიტან ჩავყრი. ჯერი სადაც ქართული ესტრადა ხომ მოსპარია და უარესად მოსპეს. მოხმარა. ხმარა გიორგი და რანაირად იმღერე. ხო და მაგას კი არა. ჯერი სადაც მოსპარია ქართული ესტრადა რა. ბღავის ხალხო ბღავის. თხაროა ბღავდება აი ზუსტად ეს ბღავის. თან მიკროფონშიც ხმაც არის მის წესიერად. რას მღერის? ტელეფონი უჭერია ხოლმე და ისე კითხული. და ეს მივჭე ფეხი კიდე არ წამომედუსას გაიშალოს ეგ. თურქული სიმღერა იმღერა და ვიღაცამ დაწერა ეს თურქეთთან დაგვიძაბავს იმას რა ქვია. ურთიერთობასო. აი მე დედა რა ყავ. ქართულს არ დასჯერდა. ახალწელზე იმღერა, სახალხო სიმღერა, ინგლისური ვაიმე საერთოდ განწყობა გააკრო. ხონჯერად იყო და უარესად გააკრო. მის ეგეთი რაღაცა, მაგრამ აი ვინც მართლა გაჭირვებულია იმასად ორი ხმარებია, რამდენი ბავშვია და ავადები. მაგას კი არ ურიცხავენ ფულებს. მაგრამ TikTok-ი ნამდვილად აი შეიძლება გამაფრენიოს. ფრანგული განდაგანა შემოვიდა TikTok-ში. ფრანგული განდაგანა. მოსმენილი გაქვს ხო? ზოგიერთები კი გავაფრინეს მაგრამ. მაგ TikTok-ს რო აყვე ელემენტარული სიტყვაზე შეიძლება მართლა გარეკო რა და ელემენტარული მართლა შეიძლება ერთი შეხედო რაღაცას, მაგრამ მართლა რო აყვე მაგათ ხო? უი მე რას ამბობ. და მე კიდევ ლაივებს ვერ უყურებ. ყველას გააჩნია და როგორ აყვევი. ლაივებს ვერ უყურებ. აი ის არა მაქვს რა ქვია, აი ნებისყოფა არა მაქვს აი ლაივებს რო უყურებ. ჩართავე ლაივებს, აი ჩვენ რო აი მან დიმა ცხოვრობენ ზუსტად. ამაში? ლაივა ცხოვრები. აი მაგის ნებისყოფა არა მაქვს ნამდვილად რომ მე ის ლაივს უყურო მაგათ ლაივს. აი ძალიან უხიზიანდები. მაინც ვერ გავიგე დღეს შოთა რატო ტირო და არ ვიცი. დედა რა გავქნაო. რა მეშველება რა გავაკეთო ხვალო და ნეტა რასაკეთე და ვერ გავიგე რატო ტირო და. კი რო აკლია იმ კაცს. მაგრამ თან ცოტა კი არა. დეჭი ეგ იკითხოს ხოლმე ნაპალეონს. ნო, ნაპალეონი უნდა იმ დღეს ყვითელი თავი ქონდა, თმები ქონდა, რაღაცა. პარიკია ხურავს ხოლმე ვიცი. რუსი პეცახოცი ქონდა მოკრული და თავზე იმის ქუდი რა ქვია. ჩალის ქუდებიო. არა მე ვერ უყურებ მაგას. არ შემიძლია. რა გატირებს გაგვაგებინეო და რატო ტირო და ვერ გავიგე არ ვიცი. ლანძღობიც კი წავიდა იქ.
ატლია და ატირებდა შენც კიდე იმ კაცს. სიხარულიძე რო აი ეგ არის მაგის თავი და თავი და, მაგ ყველაფრის. TikTok-ი? არა. აბა, იგრა შოში. აქ არ არის, ეს არ არის, ეს ჩვეულებრივია, მაგრამ TikTok-ი სხვა არის. ურავი რაც არ მიხინა წეც. TikTok-ი მაგარი კარგი საინტერესო იყო 2020 წელს. ბევრმა კრეატორმა, უცხოელმა კრეატორმა თავი დაანება. კი, რო ის არის. გამაიმუნდა და იმიტომ. ხალხო სათავე ეგენი წავიდნენ და მაგ TikTok-ი მთლად გაფუჭდა. უნდა იგერია რა ვიცი. ვიროგორ რანაირად რასაკეთებენ რა ვიცი. TikTok-ში შესაძლებელია ნორმალური ვიდეოებიც გადაიღო. 24 საათი რო იმაში იჯდე, ისე კი არ უნდა იყო რა ქვია. უი. ჭრილი. ნორმალურად აზრი უნდა გააკეთო. ყველაფერი ნორმალურად უნდა ფარგლებში უნდა გააკეთო. სიგიჟის ფარგლებში კი არა. ბევრი რამე TikTok-საც არ მოსწონს. დღეს სერიოზულია ჩვენი ბიჭი მთელი დღე. არც გველაპარაკება, არც არ წყნარად დადის, მიდი, მოდის. რაზია გლახახას ეცე ვერ გაგვაგებია. შენ ხო გლახახასიც გვაგებინებ რამეს? როგორ დადებებ? ყოველ დღე უნდა ვიკრიჭებოდე? ყოველის ვაჭარებით. კრიჭორა შოშია. ჩვენ გერვიკრიჭებით რა, ჩვენები გუშინ ასე მეგონა მთელ დღეს გადაატრიალდა, გადაატრიალდა ტერიტორიას და დღეს ისე ჩუმად გავიდა შეშთაჭა ხმას გავიგია ისე წყნარად წავიდა რასაკეთებ შენ რა ხმას გაიგებ ზიხარდა სერიალს უყურებ შევარდნილი ხარ ახმოვანებ იმ სერიალს ვახმოვანებ მარტო ხო კედა იმას უზავს იმას დაალევინებს ამას დაალევინებს რა უბედურება არის რა მე რა გინდა არის სწორდება ხომ სწორდება ხომ გამოდი ჩემი სიტყვები არა რა ნანას არ დაალევია ნანა არის ტერი და იმიტომ დაალევინა ყველაფერი კი უნდა გაიქარო ყბაში რასაც მოგცემენ კინოც ეგ არის შტერი კი არ არის ეხლა ავდგები რაღაც დაგისხავ წყალს გავრევ რაღაცა და დალიე არ დავლიე მარის გაურევ და დალიე ყველაფერი კი უნდა დალიო რასაც მოგწოდე მარის სხვანაირ გემოიქნებოდა იმას წამას კი არა კი სვავი იმაში აქვს ტრენში პორტოხოლის ტრენში თურმე გასარემონტებელი ყოფილა ის სახლი რომ ხო კი მაგრამ მე რა გინდა გარემონტებს რა ხო არა მე მეგონა გარემონტებულია თქვა რა თქმა უნდა გაურემონტებელი ვაიმე წამოვიგოლა შენც მაგარიყო გაურემონტებელ სახლს არ ავიღებ ხო ეყვეწებიან ეგ წამოდი რა იცი იქნება ყველა ვარსკვლავი იყო და იქნება YouTube-ზე ბერებზეც გადმოვიდნენ ახლა თავარ ვარსკვლავებზე ინტერნეტ სივრცის ვარსკვლავებზე TikTok-ერები და YouTube-ები გვინდა იმაში რა ქვია ცეკვავენ ვარსკვლავებში ხალხნო შერო ხელი გაშალო მე მთელი დარბაზი დაიძვრის გარეთ რა არის ცეკვა და არ დაიძვრის რა ნელი ან გაჩუნდი ან საერთოდ იმას აქენი ყმა პირი აიკერე გაჩვეულია რა სიახში გაჩუმებული არ არის
ვაიმე. ყველაფერზე მლანძღავს ესე. დაუგდეთ ყური. ბებო, ჩემი არ ყოს მე შემაგდოსა, მე რა ვიცი ცეკვისა და. ისწავლის. ვაიმე. ვინ ცოდა მან ცეკვის? ცეკვა რომელმა იცოდა, ნანამ სულ არ იცის ცეკვა, მაგრამ კი შევიდა. ნანა. ნანა კარგია. ძალიან. მოკლედ, ყველაფერში. მოკლედ ერთხელ გამოვიდა და იმას აქნა, რა ქვია. მთელი ქართველების ისინი დაიპყრო გულები. ეს სერიალში გამოვიდა რაღაცა ტრაციან სერიალში. არ უყვარს სერიალები ახლა თურქულ სერიალები არ მიყვარს ხალხო. შენ თუ არ გიყვარს, ხას უყვარს, სადან უილანწყვები. დაუკვირდი. ყველა არხზე უნდა დავრეკო, სადაც თურქული სერიალები გადის და მოვაშორებინო საერთოდ. ან არხები უნდა დავბლოკო საერთოდ. წაიღეს ტვინი უკვე. თურქეთს ვერ გასცდა ეს საქართველოს ტელევიზია. რა გინდა ტელევიზიასთან? შენ ვეღარ ახარ ახლა მე. თურქეთს ვერ გასცდა, სხვა ქვეყანა აღარ აიკაცო. გაცდნენ, ბებო, სად არიან ქართველები, რატო ვერ გაცდა? ქართველები ხო, ხალხი კი ბატონო, მაგრამ არხები ვერ გაცდნენ. გაცდნენ. რუსთავიორზე თურქული სერიალი, იმედზე თურქული სერიალი. სხვა არხები ხუბარი გადაცდი და უყურე. ნიგა თურქული სერიალი გადის და სად უყურო? ხანდახან კი უნდა უყურო, ხანდახან უნდა. ერთადერთი არხს უყურებ ხოლმე მანდ ტელევიზიაში, მეც არაფერს. ესა. ინდური ფილმების არხი რო მაგას. ხო. შენ ვეღარ გაცდი მე მე მანდ ჩავედი. მე პირდაპირ აზიას ვუმიზნებ. სამხრეთ აზიას ხალხო. პირდაპირ. შენ მე ვიცი ჩახვალ კარებთან, გამას მოაწვევი. ჩავალ რა გინდა რა, გავალ გარეთ. სიცხეს სახში. სიცხეა. ხო. ხანდაცა ხო. სიტყვა. ვარ მოთოს. კი. ხურბელია. კი. ხურბელია მე მგონია ისიც ჩანს. კაი იქნება? კი. კაი იქნება ბლახი. კაი იქნება თოვლი. 2 მეტრა. ასე 2 მეტრა. უნდა გაგიყვანო და ჩაგაგდო გარეთ. ყოველში ვერე. მე ისე მეჯავრება თოვლი რო. მიყვარს თოვლი. შეირჭო. მოკლედ სულ დაჩახილია მთელი ხელები რა. აიაკაც. ხიფათიანია. მე რა შუაშიოში შარი იგეთი. მოშეშეც კი მართა. თუ არ ახარ ხიფათიანი მიდი დაჭეხე ამიტომ. დავჯეხო. ო, დაჭეხე. რას დავჯეხო მე ვერ გავტეხე. ო. ნუ და ამიტომ გაცუნდი. გაჩვენებულა კაცო. და სამბობ. შუნა ჩუგა ზიოლა პარაგია. კოსტა. რადიო გადაყლაპენ გიორგი ახლა. ვიცი. რადიო ტელევიზია. რადიო არა, ტელევიზორი ჩავყლაპე. იქნება აღარ უყუროთ სერიალებს. გამოვიტანთ კაცო და ჩვენ დავიდეთ. იმასაც გადავყლაპავ. რა უნდა გაიგო ბებობა, კარგი აღარაფერი ისმის და რა უნდა გაიგო, უნდა უყურო საინფორმაციოს. რა ხდება, ვერ უყურე. მაგათ ერთი და იგივენა და ელაურია. უნდა უყურო საინფორმაციოს იმას აქ რა ქვია, მოусმინო, რავარი ხალხი გამოდის ხოლმე ტელევიზორში. ძალიან მაგარი. შვენიერალური. ძალიან. უნდა უყურო ფეხბურთს, მულტფილმს, მაგას რა ჯობია. მე დაჯიქი და უყურე. მულტფილმს როგორ არის? აი როგორ არის დღეს სმურფები იყო. რა იყო? სმურფები. რომელსაც? დილით.
მაგრამ რას უყურებ? ეს უყურებ დილით რანაირად უყურებ შენ. გადახვევა ხო შეიძლება, მაგრამ რას გადაახვევა ადგები და ის არის რა ქვია. ნანფოი. ადგები ნანფოი გადის, მერე საღამოს იწყება ისა. ვას მოაბრალი შენა. რა ქვია? შენ 3 საათამდე მდინარად გებოდი ახლა ჩვენ დაგვაბრალი. ჰალზე იწყება მერე საღამოს? რა იწყება? ჰალზე. ჰალზე ირაღა. სერიალი. რასაც უყურებთ ხოლმე აგე, საღამოზე. მასა. არა, დილით მართლა კაი სერიალია და ის დილითაც საძირო დაიწყო. მეტად რა მოხდება ბოლო-ბოლო. რა მოხდება იმას აქნა რა ქვია? გამოიყვანს იგუგოს, მოიყვანს ცოლად არ ათრევს. წამებს. წინ დაუკან, ხან იმას მიახეთქეთ, ხან აქ მოახეთქებს და მე იმას იზავს რა ქვია. დაიწყავს ცოლად. ცოლად. მე ძალიან მიყვარხარო. მე აღარც აღაქნას. ხო. არა, იცი რა უნდა გითხრა. ეს სერიალი უნდა იყოს, რომ გოგომაც უარი უნდა უთხრას, აგერ რო ახეთქებს. იგოგოსაც უყვარდება და რანაირი. უყვარდება, ხო? უარი უნდა იქაც უთხრას. სხვა შეახეთქებს შეკანო გოგო, ვერ შეახეთქებს. მე როცა ეტყვის ბიჭი მიყვარხარო, აი ამ გოგომაც უარი უარი უნდა უთხრას და მოუწყოს სკანდალი და დაანებოს თავი, წავიდეს. წავიდეს. უნდა გაყვას სხვას. აჰა. ხო, აი ეგრე უნდა იყოს, მაგრამ იგოგოებისაც გამო ჩეჩეტებლები არიან ამართლა. სამმატრიოს წინ დაუყანა იმე გავყვები. ხან ცხენით ათრევენ და ხან მანქანით კიდე და. ხო, და ხაზად მიაჯლიქვებენ. მე ისე მოუჭერენ კლავში ხელს ლამზა მოაწყვიტონ ხე. ხო და. ვაი, ხალხო, რა უნდა გითხრა? დეჩემ რაღაცა დაძაბული რო არის, ხო? დეჩემ გაყურებიოთ ეგ გეხოცები როგორ არის დაძაბული, მაგრამ სერიალთან ვერ ჩავთავთ. ვერ ჩავთავ ვიდეო სერიალთან თორე უნდა გადაუყო როგორ ახმოვანებს. იქ რაღაცას მოხდე. სამოხდება, მაგრამ ვერ დავდებ YouTube-ში, დაბლოკავს. დაძაბულია, ის ენერგიულობს ლამზა წნევა უწევს. ერთხელ რაღაცას წნევა ხო აიწია მაგინოზე. გონი იმაზე სერიალის გულისთვის. ამასუის. მოკლავენ, იმას მოკლავენ, ამას მოკლავენ. ვაი მე ესურიან, მოიპარებიან უკრიდან. ამასაც ესურიან ამას. ისინი არ წაი ბიჭები იქიდან გამოვლენ, ხო? მაგას ესურიან. ბიჭი კი არა, გოგო დაიჭრება. არა, ბიჭიც ალიც არის იმასში. ალი კვდება და ერთს აკვდება. კვდება და ალილი არ კვდება. მე არ კვდება, ცუდად არის, კვდება უკვე, გული გაუჩერდება და მოტრიალდება. ვერანაირად. მე რა მოაბრუნებ. ვერანაირად. ხო არის. რა. ესეც ახდება საავადმყოფოში და ეს რა ხდება არის. მე მგონი ეს ბიჭები რო გამოვლენ, ხო ესენი? ბიჭები რა შუაში, სხვა ვიღაცა მტელი გამუჭრება კიდე. სხვა ვიღაცა გამოვა. ახლა იგეც, მაგრამ მე უფრო ასე მგონია. ერთ ვიღაცასაც ელის მაგ სახლიდან გამონძულება. იმ გოგოს. ნინოს. მაგრამ მოაკლევია კი. მაგაზე არ ვიცახი. ალი ვიცახი. ხო, ჩვენი. იმ გოგოს ციებცხელება აქ იმას რომ მიიღო. მისავე. მაინც არ მიიღოს, აი ვერ მესმის ხალხო. ქმარი მოკლა დილით სერიალში. მოაკლევინა ქმარი. ვიღაცას. და მაზლმა უნდა მაზლს ეკულკულება იმის გული. ეგ მაგათი წესია, რომ ძმა ქმარი რომ მოუკვდება რძალს, მაზლმა უნდა მოიყვანოს. ეგ წესია მაგ. მე ის ბიჭი არ მოიყვანს და წესია თურქეთში. ამას კიდე სხვა ცოლი ყავს. ყავდა ბიჭს რომ უკლეს. შვიდიც აყავს. ხო და ის არის აქვეა. შენ ჩემი ძმა გიყვარს, განა არ იცოდა. ხო. ეტყოდა იმ ბიჭს და ხო, იმიტომ მოაკლევია ყველაფერი რო უთხრა. ყველაფერს გაიგებდა შვილი როც რო ყავდა და მაგას სახლიდან გააგდებდნენ. მაინც გაიკვევა, მე მგონია ის გოგო მიდის მაგ სახლში. ვინ გოგო? ძალი, პირველი იმ ბავშვის დედა. გაიგებე რომ შვილი ყავს და მას მიიყვანებია, ხო? კარგი იქნება.
მაგრამ ის დედამთილი თავისნაირია. მაინც არ მოისვენებს ისეთ გოგოა ის. არა, ის ბოლომდე მაგ სახშია, მაგრამ გაირკვევა შვილი ყავს იმგან. ბოლომდე არ მგონია რაღაც. რაც მო. მაგას მაზლიც გაუგებსო ესეთი სიტუაცია და გააგდებენ მე ასე მგონია მაგას. წინასწარ არ ვიცი მაგ. მაგრამ იბიჭი მაქალის შვილი ყოფილა ეს როგორც აჭას. მაქალის არა. დედა. ქალის ფრიშვილია. ქმრის ხო? ქმრის ხო? საყვარელის გარყავს. ხო, რაღაცა ყავს მართალი. მაგრამ ამ გოგოს მამა ხო ამ ქალის საყვარელი ყოფილა. იმით. სიგაჟი რა დაიჭერეს. სახელები არ ვიცი რა ქვია. ხო. ბიჭის სახელი დავიმახსოვრე მარტო. რა ქვია ბიჭსა? ბიჭ ქარანი ქვია. და გოგოს რა ქვია? გოგოს არ ვიცი. დამოვიწყდა გოგოსი. ან ზეინეფი ერქმევა ანაიშე. თურქულ სერიალებში ეგ სახელები ტრიალებს. რა სახელი. რა ზოგადად რა ვიცება რაღაცა. ან ზეჰრა რა ვიცი რაღაცა ერქვია. ხომაყურებების გარეთ აკდებს ნუ მეზახი დედასო შენაო. რომელმაც მოკლა, მაგრამ არა მგონია ეს არც დედა და არც იმათი ძმა არ არის რაღაცა. არის როგორ არ არის? მე ვიცი რომ არის. არის. როგორც გამოიტანე შინარსი არის. კინოების გამოტანავი. და იმიტომ მალავს ეგ ქალი. წინასწარ იმიტომ მალავს ეგ ქალი რომ გაუგოს შვილმა იმას იზავს რა ქვია. რაღაცა ზეიტყვის. გაიგებს ეგ ბიჭი ყველაფერი. აი გოგოს დიაწამებს და რომ შეიძლება არც აწამოს ახლა დაიჭირონ ის გოგო და მერი გამოიყვანოს რას გაიგებ. და მოიყვანოს ცოლად. ხო რომ გაირკვევა. რომ გაარკვევს და იმას იზავს. მე მგონი ახალი პოლიციელი გამოჩნდა მანდა მაგ კინოში. პოლიციელია ერთი ბიჭი. პატარა. ხო. პროკურორი როგორ ახალი პოლიციელი. პოლიციელია რა გამოჩნდა და მე მგონი ეგ დაიხსნის მაგ გოგოს. რა ვიცი, თუ ეგეც გლახა რა აღმოჩნდა. არა, გლახა არ არის. იმას რო გონია რომ გამიტეხს იმასო? რა არა ის სხვა იყო ის სხვა. მე მგონი აინური ციხეში მოხვდება. მე მგონია ეგ. მეც ეგრე მგონია. მეც, იმიტომ რომ ისე არის გოგოთან წარებული მოხვდება, არ მიყვება იმას და ციხეში შეიძლება არ მოხვდეს, მაგრამ რაღაცა მოუვა. იცი, იქ კაცმა გლახად მიიტყუა ეგ მან და. ცუდად შეხედა. თანამშრომლები არ აყავთ. ხო? თანამშრომელი არ აყავს. ეს რო არ მიდის მე იქიდან. არ წავალო. ეს დაიმახსოვრა. სინანი ხო მივიდა იქ. სინანი სულიკარი. არ წავალო უთხრა. ფულს იხდის სპეციალ. წავიდა სერიალზე საუბარი ხალხნო. სერიალზე საუბარი წავიდა. მოისმინეთ. როგორ ხოყვები? შეიძლება წავიწყი ახლა. არ წავაროდა. ჩემს იქონდა ლაპარაკი და თვითონ რო კითხო კინო არ ვიციო და ყველა კინოს დაუგდო ყველა იცის. სულ ყველა კინოს გელაპარაკება იმას ასე მოუვა, იმას ასე მოუვა და მართალია. მე? შენა. მე არა. თუ პირიქით შენ გამოგაგა. აი მე გეტყვი რაღაცა. ისინი რა ქვია, შინაარსები. გამოგა ხო? აი ის მოუვა, აი ის მოუვა. ხალხო გატყუებთ. არ ჩაჭიქნოთ დაიჯეროთ. და გვიდაიკაც კი არის ეს ტელევიზია. არ დაიჯეროთ გატყუებს. მე და თურქულ სერიალებს მანდ არ უყურებ მე. მე თურქებში არ დავდივარ. თურქეთში ვერ ჩამოვედი ჩე. შორსა ხაწასული. კი. თურქეთი. გზაში ვარ გაჭედილი. თურქეთი ლამაზი ქვეყანა. ეგ ლამაზია ეკამო. თურქეთი მართლა ლამაზი ქვეყანა. ჩემი აზრით ყველა ქვეყანა ლამაზია, მარტო თურქეთი კი არა. არა, კი. აბსოლუტურად ყველა. თავისებურად ყველას თავისი ისა აქვს სილამაზე.
მაგრამ შვეიცარია რო არის ლამაზი, ასე მგონი რაღაც საქართველო არ იქნება. შვეიცარია მართლა ძალიან ლამაზია. თებია მედიცინი მანდ. მაშა კაია რა არის, კაია. რაღაც უნდა გააკეთოს ადამიანმა. ანივა შეხედავდა ამას. TikTok-ში არის გამოდის ხოლმე ირანში არის ერთის ქართველი გოგო გათხოვილი. ხო და შევიდა მეჩეთში. ხახო მოისმენთ თქვენს. ისეთი სილამაზე იყო და ისეთი სიბჭყვიალე იყო იმ მეჩეთში, რომ შეხვალ გამოსვლა აღარ მოგინდება. თვალს ვერ მოწყვეტ. ქართველმა უჩვენა? ხო. იქ ცხოვრობს, იქ არის გათხოვილი. რა მნიშვნელობაა? აი გუში რო ტაძარში იყვნენ ისინი რა ქვია. ტაძარში შევიდნენ სერიალში და აი და ის ტაძრის ის იმან ხო უთხრა მამაო. ხო, არ არის ცოდვა. ცოდვა არ არის, ნებისმიერ ტაძარში შესვლა ცოდვა არ არის, იმიტომ რომ ტაძარი ყველა ერთი ოღონდ სხვადასხვა რწმენაა. თორე. იქაც ღმერთია და იქაც რა მნიშვნელობაა. ხო, იქაც ერთი ღმერთია სულ. იმ დროს ისინი ჩამოგივიდა რაღაცა რო დაწერა ის არის მოკლია. დახშჭის უფალიო, რატო დახშჭის? ვაი მაგის პატრონს ეპრიქით მაგას არ მიუბრუნდეს და გადაიძაჭოს. სათანადოდ. ისინი რო ჩამოვიდა ინდური ისინი ხო გამოუგზავნეს ისინი და რა მნიშვნელობა, აი რატო დახშჭის ახლა უფალი ახლა რა იმაზე მიდის და ლოცულობს თუ რა არის? აი რა თავის რწმენა არც დაავიწყდება და არც იმას ხეს უბრალოდ დახშჭის და მე იცოცხლე. ხალხმა მიწერა. იქით ვარ დაისაჯოს. აქეთ. ხო, როგორ შეიძლება მაგის თქმა დარჩება? ეხლა ხო მუსულმანების ის არის დღესასწაული რამადანი ხო დაიწყო? თუ ვინმე მუსულმანი მიყურებს დგილოცავთ ხალხო. თუ ვინმე მიყურებთ. ხო და ქართველები ხო არიან მუსულმანები. ხო და ისეთი საზღარი სიტყვები იწერება კომენტარებში ხალხო. YouTube-ში, იმაში რომ ამოდის, TikTok-ში. ისეთი საზღრობები იწერება, რომ რა ვიცი. რატო რა მნიშვნელობა აქვს? ახლა აი მაგას რა მნიშვნელობა აქვს? წმენას მნიშვნელობა არ აქვს კაცო რა. ვიფიქრებ რომ რაღაცა შემხდება. იმ კომენტარებში არ შევალ. შევალ და ნერვები მეშლება. არ შეხვიდე მაგ დროს კომენტარებში. არ ვკითხულობ. ნერვები მეშლება და არ ვკითხულობ. 21-ე საუკუნეში კიდე მაგაზე რო არის საუბარი, ძალიან სირცხვილია უკვე. სირცხვილი კი არ არის რელიგიური რო ხარ და რომელიღაც იმას რო მისდევ რელიგიას. კი არ არის სირცხვილი. სირცხვილი ის არის მაგაზე რო საუბარი კიდევ. იცი რა პერიოდი ახსოვთ ხალხო? აი წინა პერიოდი რაღაცა იმისი რა ქვია. ისინი რო იყვნენ ოსმალები და ისინი. და რო გაიტაცეს ხალხი. ეგენი ახსოვთ. არ უნდა გახსოვდეს ცუდი. წინ უნდა წავიდეთ სიკარქისკენ. სიცუდისკენ კი არა. ხო შეიძლება ყველა რელიგიის წარმომადგენელმა ვიცხოვროთ ჰარმონიაში ერთმანეთთან, ხო? ხო შეიძლება. მით უმეტეს 21-ე საუკუნეა. აი მაგალითად გიორგი ახლა. აი ნანასთან ხო ის მუსულმანია ის ადამიანი რო ჩამოვიდა ნანასთან ამ ხანაგურად ერთად მუშაობდნენ და ჩამოვიდა ნანასთან რო გულშემატკივრობდა. ხო, აი რა. მე მაგაში რა არის ცუდი? არც არაფერი რა არის. თუ და გინდაც მუსულმანი იყო რა არის მაგაში ცუდი ვერ გავიგე. არც არაფერი გიორგი.
ყველაფერი ცუც რა მე ვერ მაგალითად ვერაფერს ვერ ვხედავ. მაგრამ ზოგიერთებს ტვინი არ აქვს თავშია. რას იზამო? ყველას თავისი რწმენა, ყველას თავისი აზრი აქვს. უცედე კიდე მithქვი შენ მადანაკი არ იყო სემიჯი კახანაკი არ იყო მე მგონი იქიდან რომ მოგცერო. მოდა ხალხო რა ვიცი მე. ზოგ ძალიან მწირი აზროვნება აქვს, ძალიან ბნელა. გამოქვაბულში რო იმას დაიჭერს ვიღაცა Wi-Fi საიგრე მოდის. აი მე რა მოგრა დამცხა და იმახე ჭურჭული გამწუ. ვიღაცამ გამოქვაბულიდან Wi-Fi დაიჭირა, ვაფლი რა შუაში იყო. ისწავლეს ხალხმა წერენ რაც უნდათ, რაც აზრად მოუვათ. ახალგაზრდა რომ მუსულმანი იქნებაო დღევანდელ საქართველოში ძალიან სირცხვილია. სირცხვილი პირიქით ეგ არის. რომ ეგეთი აზროვნება რო გექნება ადამიანს. აბა მუსულმანი რა უნდა გავაკეთოთ ახლა მუსულმანი იქნება თუ რა იქნები რა უნდა გააკეთო? როგორი რელიგიითაც დაიბადე ისეთი რელიგიის იქნები. თუ გაგიჟდა ეს ხალხი გონი. დედა რა ვაქნა ხალხო და აგლახათა გვაქვს საქმე და ბოლო გვეშველება რამე. ცუდად არის საქმე ძალიან. რა მშულობა ახალში. ხომ ახალ მე ქრისტიანა და დაანის მაგას თავი. ის რა ლაიწამასო ის ხომ გიშვილა შენ ცხვირში ხო? ხო არ მეტყობა. ეგეთო რო გამოგიწერა ის არის ხო? ხო, ეთომ რო გამომიწერა კი ის არის. ოღბეთ. ჩემოდენ წყოს ვკაცი. ხო და აი კიდე ის დაწერის ნელი ბებოწყალი გამოგიარ. დეჩემ რო წყალსას ვამს, ასე მგონია ის არ ასვამს რა ქვია. არავინ არ დალევს იმდენ წყალს, იმდენ წყალს ასვამს. მე მაგალითად არ ავსვამ წყალს, დღეს მე დაგლივეცე. აი არა რო არასო. რა მეტყვი არ მინდა. ხანდახან თუ ამ კაია სიცხე კაი. ის გული რო გაუხდება ცუდად თუ ხანდახან წყალს სულ არ ავსვამ, მაგრამ გული კი ამიხდება ცუდად. არა რა თქვენს? არა გული რო ცუდად უხდებაო, წყლის ნაკლებობის ბრალიო, ეგრე მიშვებოდაო და ეხლა ვსვაო. ხო და რა ვიცი. წყალს გივსვამ, მაგრამ ჩემი გული აღარ არის. ბევრ წყალს ვსვავს დედაჩი. საერთოდ წყალი რაც ორგანიზმს ჭირდება, იმას შეგატყობინებს. როცა სჭირდება. ზოგი ბევრ წყალს ვერ ასვამს გიორგი, ბევრი არა. ზოგი წყური არ წყური წყალს. ხო, შეიძლება დაგიდან დაღამებამდე ერთი ჭიქაც ვერ დადიოს ზოგის. ხო, მაგრამ ზოგს კიდე წყური არ წყურია მაინც ასვამს. აი მე დღეს მე წყალი წესიერად წაბილები. მოდა კი არ ვარ დაება. ზოგს წყური არ წყურია მაინც პეიზე მოგ ის არა ქვია. მოდებული. ბოთლი აღებული. ზუაზე ბოთლი. ეგრეა შეიძლება მაგდენი. კიო ისინი რატო აღარ აქვს ისინი ეყარა? ის სხვა რაღაცა იყო, სხვა ის იყო რა ქვია, შენც კიდე. მე კი ვერ ჩავყრი ახლა მაგ იმაში. დატეხე და ჩაყარა. აღარ უშვებენ და. გიორგი დაამპრი ახლა თხილი და ჩაყარი თუ რა ქვია, გუზინაყი თუ რა ქვია. მე გუზინაყი. მიწის თხილი შემეშალა. მიწის თხილზე აიდან მოვიტანო და საიდან დავამტვრიო ახლა. დამტვრეული თუ გინდოდა დამარილიანი მოვიტანი, იგე რა არის. მოუხალავიც არის თუ გინდოდათ. რომელი მოუხალავ? მოუხალავი ჩაულებრივი. საწონი მოხალული ჯობი. მოუხალავი ჯობია მოიტანო სახში და მოხალო. სახში მოხალო, ხო? ის ძალიან მოლაში არის და და ბევრი მარილის ჭამა შეიძლება. შეთქეს აკავებს. ლაშია კარგი. არა ძალიან მარილია. ერთხელ იმდენი მარილი, იმდენი ჭამა ისისა. როდის იყო? ადრე რა ვიცი მე. იმდენი მიწის თხილი ჭამა მთელი დღის განმავლობაში, იმდენი მეორე დღეს ისე იმ ღამეს ისე ცუდად გამხადარა რა ვიცი. ხეზი?
მარილმა ალბათ, რა ვიცი, მე არ მიწისყრინა, მაგრამ სხვათა შორის აი და მის მერე ძალიან ბევრს ვეღარ იმოხვები. რაღაცნაირად უყავს. მაგრამ ის მეორე რო არის მოხალული. შენ თვითონ უნდა მოხალო. ხო, მოხალე. ის არ მწყენს. იმას მარილი სულ არ უნდა გემრიელია ისედაც. ხო, კი. ისიც აი რო ეცება. იმაში არის კარგი ის გრილები რო არის, რა ქვია მას? რევი? გრილი. გრილი? იმაში უნდა მოხალო, რა ქვია იმ. ასე რო გამოწე ხოლმე. air fry-ში. ხო, air fry-შია თუ რაღაცა არის. ქართულად ვითხარი. ქართულად არ ვიცი რა ქვია და. გრილი. აი არა, აი რომელი იქ არის? მაიკროვეია. არა, აი მე რა ქვია? დედა რა გაქვს და? სხვადასხვანაირია. ძირები კი არ არის. ხო არა. არის ხალხო გამახსენეთ. და არის დედა ახლა იმას გააჩნია თუ მოცულობას გააჩნია, ეგ ლიტრობით არის. არა, მაგაზე კი არ ვიძახი. აი თვითონ მაღაზიაზე როგორ ვთქვა. რა მაღაზია? ბრენდს. ბრენდს გააჩნია ის როგორ აქვს. ზოგი ძვირაცა ზოგი აქვს. მაგას ვიძახი. კარფუში უნდა იყიდო. შენ ხო კარფუში არ იყიდეთ აი ის. კარფურში არ იყიდე შენ, მიდიაში იყიდე. ხო და შენ კარფური ხო იყო. კარფურში არ იყო იდეა. ხო, რა იქ არ ვიყავით. აეროგრილი. ხო, აეროგრილი, ხო. მე რას ვიძახოდი? აეროგუმელი, თუ რას ვიძახო? მე რა ვიცი. რაღაცა თქვი ხალხო უნდა მაგით. გეუბნ დამიტანდით წავედით. რომდენზე? 52-ში. წავედი ხალხო დაგემშვიდობებით. მომავალ ვიდეოდე. აბა ჰედა აბა. გაიგეთ სერიალი. და მოვედეთ. ყველაფერი გითხარით რა ვიცი მე. აბა ჰედა აბა ხო. რაც იყო საჭირო და რაც არ იყო ყველაფერი თქვი. ამიტომ უყურეთ ვიდეოს. და ლაიქეთ. გამოიწერეთ არხი. დაწერეთ კომენტარები. დააგულეთ რა ვიცი ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეგიძლიათ. რეკლამებსაც უყურეთ. კიდე რა გაქნა? კიდე რა გაქნან? რომ მორჩებიან დაწვნენ და დაიძინონ. სხვა რაღაც დაგკნან. Bye. Have a good night.